ახალგაზრდა მხატვარი, რომელმაც ხატვა ჯერ კიდევ ბავშვობაში დაიწყო და თავისი ტალანტის განვითარებას დიდი შრომა და დრო დაუთმო. ნინო ოყროშიძე ხელოვანი, რომელიც პერსონალური გამოფენისთვის ემზადება და სულ მალე საკუთარ შემოქმედებას დამთვალიერებელს გაუზიარებს. ხელოვანზე უფრო მეტ ლუკა ვადარჩიკოიას სიუჟეტში შეიტყოთ. მე ვარ ნინო ოყროშიძე, მხატვარი, გრაფიკოსი, ფერმწერი და ტექსტილის დიზაინერი. ხატვა ღრმა ბავშვობიდან დაიწყო. ჯერ კიდევ 3 წლის იყო, როცა პატარა ნინომ პირველად აიღო ფანქარი და შეუდგა ხატვას. ხატავდა ყოველდღე და დღეში რამდენჯერმეც. საბოლოოდ კი მისი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა და მოვიდა ამ ეტაპამდე. ჩემთვის ალბათ ყველაფერია. ყველაზე ბედნიერი ვარ, როდესაც ვხატავ. ბავშვობაში ჩავდიოდი ხოლმე ახალდაბაში, სოფელში, სადაც ვისვენებდი და აი ის გარემო იმდენად ღრმა სულიერ მხარეს მივითარებდა, ასე ვთქვათ, განმივითარა და აი ეს ყველაფერი ჩავდა ჩემ თითოეულ ნამუშევარში. ბავშვობის მოგონებები, ფიქრები, შთაბეჭდილებები და გარემო ხელოვანს საკუთარი ხედვისა და უნარჩვევების განვითარებაში დაეხმარა. არაერთი ნამუშევრის შექმნის შემდეგ 13-14 წლის ასაკში უკვე საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ ხატვას გაყოლოდა. სწავლობდი ანასტასია ვირსალაძის სახელობის გიმნაზიაში და მაგის შემდეგ უკვე იყო სამხატვრო აკადემია. სამხატვრო აკადემიაში ჯერ ჩავირიცხე ფერწერაზე, მაგრამ მე გადავედი ტექსტილის დიზაინზე, რამაც ბევრი ცოდნა მომცა, იმიტომ გავეცანი გობელენს, თექას, ბატიკას. რა ვიცი, მე რაღაცა თითქოს გაერთიანება მოვიდომე ამ ფერწერის და ტექსტილის და ისე რაღაცა შევქმენი ესეთი ნამუშევრები ფერწერაში, შერეული ტექნიკით. შერეული ტექნიკით მუშაობ, მაქვს გრაფიკა, ფერწერა, ფერწერაში გამოყენებული მაქვს ნაჭრები და ბევრ სხვადასხვა მასალას ვიყენებ. ასე რომ ეს ერთფეროვანი ნამუშევრები არ არის ჩემი. დრო გავიდა და დროსთან ერთად ბევრი პასუხისმგებლობების გაჩნდა მხატვრის ცხოვრებაში. თუმცა საყვარელი საქმიანობისთვის დროს ნებისმიერ შემთხვევაში გამონახავს. თავარია იყოს მარტო, სრულ სიმშვიდეში. კომფორტულად ალბათ უფრო ფანქარში. ფერწერაც ძალიან მიყვარს და ბევრად უფრო მეტის გაკეთება მინდა, მაგრამ არ არის ხო იმის საშუალება, რომ ცოტა ძვირი სიამოვნებაა. ბევრჯერ ყოფილა, რომ დამირეკია ჩემი მეგობრისთვის, რომ არ მქონია საღებავები, ტილოები და მithოვია, რომ მე თქვი მომიტანე და უბრალოდ დაგიხატავ. ეგ ცოტა რთული თემაა, ალბათ ყველა მხატვრისთვის. იქიდან გამომდინარე, რომ მყავს 3 შვილი, ცოტათი რთულია, ბევრი დრო დაუთმო ხატვას. აქედან გამომდინარე, ველოდები ყოველთვის ღამეს, იმიტომ რომ ღამის პირველ საათზე ვიწყებ აი ჩემ ქაოსს, ასე ვთქვათ და ჩემ სამყაროში ვიკეტებ, ესე რომ ვთქვათ და მაგ დროს მუშაობ, კი, ღამე. და ისე შემომათენდება ხოლმე საერთოდ აი არ ვიცი, რომ გავიხედავ ხოლმე, შეიძლება იყოს დღე უკვე. მაგრამ აი ეს მაძლევს ძალას და სიცოცხლეს. აი ეს მე რო არ ვხატო, ალბათ არ ვიცი, აი ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი და ბავშვებსაც ვუდებ ხელოვნების სიყვარულს, იმიტომ რა ვიცი, ნათქვამიც არის, რომ აკეთილშობილებს ადამიანს ხელოვნება და ვფიქრობ, უნდა იცოდნენ ბავშვებმაც და რამდენად ძვირფასია ხელოვნება. იმიტომ რომ არ არსებობს ცუდი და კარგი ადამიანი, ხო? ყველაშია ეს ცუდიც და კარგიც. უბრალოდ აი მთავარია ჩვენ რომელს განვავითარებთ და ვფიქრობ, ამიტომ ბავშვებსაც მინდა რომ ეს ყველაფერი ხელოვნება მაჩვენოს და დაანახოს ცოტა სხვანაირად. სამყარო არის ძალიან კარგი. ახლა მხატვარი პერსონალური გამოფენისთვის ემზადება, სადაც მის მიერ ბოლო 5-6 წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი, მათ შორის გრაფიკა და ფერწერა. პირველად პერსონალური გამოფენა მქონდა 2018 წელს და მაგის შემდეგ დიდი პაუზა არის, რა თქმა უნდა, მაგრამ სხვანაირად არ გამოდიოდა. ჩემი მეგობრის დახმარებით შევძელი გამოფენა გამეკეთებინა ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ეხლა გვექნება ორშაბათს 6 საათზე არის გახსნა და გამოტანილი მექნება გრაფიკა და ფერწერა. კიდევ მუშაობ სანი წიგნის ანიშნებზე, რა ვიცი, იმედი ეგეც საინტერესო იქნება ყველასთვის.
როგორც ნინო ოყროშიძემ გითხრა კიდევ არაერთი ახალი თემატიკის ნამუშევრის შექმნას გეგმავს. ახალგაზრდა დამწყებ მხატვრებსაც თავის გამოცდილებას უზიარებს და რჩევას აძლევს. მუდმივად უნდა იმუშაონ თავის თავთან და რაც გიყვარს, აი სიყვარული ყველაფერს გაგაკეთებინებს. თავარია გიყვარდა შენი საქმე და სხვანაირად მიდის, სხვანაირად წაგიყვანს და გაჩვენებს მერე რა როგორ განვითარდება.